გვაქვს 1952 შემთხვევა, ახალი და 7 გარდაცვალება. აი ამ მატებასთან მიმდინარე დღეების ციფრებთან დაკავშირებით, რა შეფასება შეგიძლიათ გაარკვიოთ? და როგორია მოლოდინი? კი ბატონო, მოლოდინი როგორც მოგეხსენებათ და ზოგადად სოფლიოში გავრცელება მკვეთრად მოიმატა, შესაბამისად მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ დაახლოებით 2-3 კვირაში ჩვენ შევალთ ალბათ პიკში. აქედან საუბარი ხა ისი პირველი ტალღა, მეორე ტალღა, პიკია, პლატოა თუ ასე შემდეგ, ეს არ არის ჩვენი ექიმების გადასაწყვეტი. ამას წყვიტავენ ეპიდემიოლოგები, ეს არის ეპიდემიოლოგიური ტერმინები და შესაბამისად მათი რეკომენდაციებით ვსარგებლობთ ჩვენს. ეს რაოდენობრივი არის ზუსტად ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი ექიმებმა უმკურნალოთ ამ პაციენტებს ძირითადად სიმპტომურად, რამე თუ როგორც მოგეხსენებათ, სამკურნალო საშუალება არც ვაქცინა და არც მედიკამენტი არ არსებობს, აქედან გამომდინარე ვკურნალობთ სიმპტომურად. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექცია არის რესპირაციული ვირუსული ინფექცია და შესაბამისად კორონავირუსი გახდა თვითონ რესპირაციული პათოგენი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვკურნალობთ ჩვეულებრივ რესპირაციული ვირუსული ინფექციის მსგავსად, განსაკუთრებით როცა საუბარია ბავშვებზე. აქედან გამომდინარე, როგორც ზოგადად მიმდინარეობის მიხედვით, ვირუსი შეიძლება იყოს უსიმპტომო ფორმა, შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს დიფერენცირება, უნდა მოხდეს ამ პაციენტების მუდმივი მეთვალყურეობა, ანუ მუდმივი პატრონაჟი და შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან დღეს ბავშვებზე ვსაუბრობთ, ექიმმა პედიატრმა ან ზოგჯერ ოჯახის ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ამ პაციენტის დროული რეფერალი მოახდინოს თუ ამ პაციენტს უკურნალოს ბინის პირობებში. რამე თუ როგორც მოგეხსენებათ, გარდა ამისა კლინიკები ამჟამად საქართველოში გადატვირთულია. მე კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ, 7 თვის ბავშვთან მქონდა, იყო საუბარი, რომ იყო ოჯახში კონტაქტი, იყო დაახლოებით მე-19 დღეზე ცხელება, თუმცა მანამდე მშობელი როგორც გადმოცემით იყო სუფებრილური ტემპერატურა ამ ბავშვთან და ამის ზოგადი მდგომარეობა იყო აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი. ეს შეიძლება ჩათვლილიყო შესაძლო შემთხვევა, მე არც ტესტიკიც კი არ გამიკეთებია და თუმცა მე-9 დღეზე დამირეკა, რომ აქ სიცხე ბავშვს 38.9-39. მინდოდა გუშინ პაციენტის ჰოსპიტალიზება კლინიკაში და პრაქტიკულად ვერ მოახერხე, იმიტომ რომ აქ კლინიკები გადატვირთულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუმცა საბედნიეროდ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დღეისათვის უკვე გაუმჯობესდა და მას ტემპერატურა აქვს და სუბფებრილური, ანუ 37.3. აქედანაც გამომდინარე ნიშნავს, რომ ეს პაციენტი ეხლა იცვლება უკვე ინფიცირებულად და მანამდე იყო უკვე შესაძლო ინფექცია. და თუ ჩვენ მართავთ ბავშვებს აბსოლუტურად ვიღებთ პასუხისგებლობას თითოეული ჩვენთაგანი, აქედან გამომდინარე რაოდენობრივად არის სულწავი. მე მაგალითად ეხლა მაქვს დაახლოებით 15-დან 17-მდე აქტიური кейსი, ანუ სხვადასხვა ასაკის ბავშვები დაწყებული ყველაზე მცირე არის ეხლა ამჟამად 7 თვის და გრძელდება დაახლოებით 18 წლამდე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ და ჩემ ერთმა ექიმმა პედიატრმა თავისუფლად შეუძლია მართოს დაახლოებით 15-დან 18-მდე ბავშვი მთელი დღის განმავლობაში. ოღონდ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე სხვა პაციენტებიც ყავს და არ არის მარტივი. დღის განმავლობაში ორჯერ უნდა დაუკავშირდე ამ პაციენტს, სხვადასხვა ელექტრონული საშუალებებით უნდა შეაფასო სუნთქვის სიხშირე, ხო არ არის რამე გართულება და ძირითადი მკურნალობა, როგორც მოგეხსენებათ ბავშვებში და როგორც წესი ვირუსული ინფექციებისა, განსაკუთრებით რესპირაციული ვირუსული ინფექციისა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სიმპტომური თერაპია. ჩვენ ვიხმარებთ სიმპტომურ თერაპიას და პაციენტებს თავარი არის კორონავირუსული პაციენტების განხნევება. მათ რაღაცა სამყაროს დასასრული გონიათ, ხო არ არის ასე სამყაროს დასასრული, განსაკუთრებით როცა ბავშვებზე საუბრობთ და მთავარია განხნევება, სწორი მართვა, მაქსიმალურად მცირე რაოდენობით მედიკამენტების დანიშნა, როგორც ასე პრაქტიკულად არც დამინიშნია მედიკამენტები ამ პაციენტს სულ გავატარე, რაც კორონავირუსული ინფექცია დაიწყო დაახლოებით 100-მდე შემთხვევა, ეს დათვლილი სტატისტიკა აღარ მახსოვს, აი ხვალმა ლაივ ჩართვა და იქ გავშლი. აქედან დაახლოებით 25 პაციენტამდე იყო უცხოეთში გატარებული პაციენტები, იმიტომ რომ მე მქონდა ჩართვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან და იქიდან მიკავშირდებოდა ეს პაციენტები, არც ერთი უცხოეთში გატარებული პაციენტი არ გადასულა კლინიკაში. ამ დაახლოებით 100 შემთხვევიდან მოხდა 7 ჰოსპიტალიზაცია, 9 ჰოსპიტალიზაცია, 7 იყო საქართველოში, 2 იყო ჩვენ მეზობელ ქვეყნებიდან. თავარი არ არის რაოდენობა, თავარია სისტემამ გაუძლოს. აი ამაზე კი გკითხავთ, რა მაქსიმუმი გააჩნია სისტემას რომ გაუძლოს, როგორც ადგილების რაოდენობით, რომელიც ამ ეტაპზე გადატვირთულია, ასევე მომსახურე პერსონალის, მედიკების სხვადასხვა. რა თქმა უნდა, როგორც მოგახსენებათ, ბოლო პერიოდში თუ თქვენ გადაავლებ და დაავადებათა კონტროლმაც გაგაცნოთ ეს მონაცემები, სამედიცინო პერსონალიც ინფიცირდება, ხო? ჩვენ არ გვყავს ამდენი სამედიცინო პერსონალი, იმიტომ რომ ვართ
3 მილიონი 4 მილიონამდე ქვეყანა, ხო? აქედან გამომდინარე შეიძლება რაღაც ევროპაში ვიყოთ პირველ ადგილზე საწოლების ან ექიმების რაოდენობით, თუმცა არ აქვს დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ექთნები და ასე შემდეგ. და ერთი და იგივე ექთანი სამწუხაროდ რამოდენიმე კლინიკაში მიდის, იმიტომ რომ რაღაც ანაზღაურება მიიღოს, ხო? რამოდენიმე კლინიკაში მორიგავს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ სამედიცინო პერსონალს, რაოდენობა, რა თქმა უნდა, თუ აიტანს ვერავითანთ ამდენ რაოდენობას. აი ხა ასეთ რაოდენობას ვერ გეტყვით, თავარია მძიმე პაციენტი, ხა 1800-დან ყველა სხვა რჩება სტაციონარიზაცია, ხო? დაახლოებით საუბარია თუ იქნება ესეთი მატება და გამოჯამთველებულთა რაოდენობა, ეხლა სტატისტიკურად ხო 1800 გქონდა და უშუალოდ 1600 იყო გამოჯამთველებული. ამას აიტანს ჩვენი სამედიცინო სისტემა. თუმცა მძიმე პაციენტების რაოდენობის მატებას და შესაბამისად ამ პაციენტების კლინიკაში მოთავსებას ვეღარ აიტანს, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს კიდევ ერთხელ გეუბნებით რეანიმაციული საწოლით, შეიძლება გქონდეს სასუნთქი აპარატების, მაგრამ გარდა კორონავირუსული ინფექციებისა ჩვენ გვყავს სხვა მძიმე პაციენტებიც, ხო? მარტო კორონავირუსული ინფექცია ხო არ არის ქვეყანაში, იმ პაციენტებსაც სჭირდებათ მართვა. მე რა ინფორმაციაც მაქვს და ესეთი სტატისტიკური მონაცემებით არასოდეს არ ხელმძღვანელობ, იმიტომ რომ ეს არ არის ექიმის საქმე, არც უარი ხა იმ კონკრეტულ რაღაც ჯგუფში, რომელიც ამ ინფექციას მართავს ჩართული, თუმცა მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, მაქვს ჩემ პაციენტებთან ურთიერთობა, რომელთაც აქვთ ეს კორონავირუსული ინფექცია და რომლებთა უმეტესობა დაახლოებით 90% შემთხვევაში მე ვმართებ ბინაზე. მანამდე ვინც გადავიდა, ის იყო თავიდან გავრცელებული, აი დაახლოებით მარტი-აპრილის პერიოდში, იმიტომ რომ მაშინ მქონდა ფუფუნება, რომ ყველა პაციენტი მოვათავსოთ ჩვენ კლინიკებში. ეხლა არ გვაქვს ეს ფუფუნება. აი ვირუსის და კორონას თანხმოდგრა და აი აქ რა პრობლემა ხდება თქვენ და ასევე ძირითადი რეკომენდაციები, ასევე აცრებსაც შევეხოთ. კი ბატონო, ჩვენ ჯერ თანხმოდგრა არ ქონია, ჩვენ შეიძლება ვიხელმძღვანელოთ დაუშვათ სამხრეთ ნახევარსფეროს ტიპის ქვეყნებიდან, ხო? იქ რა თქმა უნდა გრიპის და კორონავირუსის ინფექციის შემთხვევაში ქონდა გართულებები, ხო? ჩვენ საქართველოში ჯერ გრიპის სეზონში არ შევსულვართ. დაახლოებით 15 დღეში ალბათ შევალთ. თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ ეს პრაქტიკულად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციები, როგორც არის რინოვირუსი, როგორც არის ადენოვირუსი, ზოგ შემთხვევაში იყო ნაზყოვთა ვირუსული ინფექციები, არის პარაგრიპის ვირუსი, ანუ კლინიკურად, პრაქტიკულად ყველა ეს ვირუსი მსგავსია კორონავირუსული ინფექცияსაც. რამე თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კორონავირუსი ამ ვირუსების მსგავსად არის რესპირაციული პათოგენი და მან შეიძინა რესპირაციული პათოგენის თვისება. აქედან გამომდინარე, მისი დიფერენცირება არის საკმაოდ ძნელი. ყველას ახასიათებს ცხელება, ყველა შეიძლება კონდეს ყველის ტკივილი, ყველა შეიძლება კონდეს ცხვირის გაჭედვა, შეიძლება განსაკუთრებით ადრეულ ასაკის ბავშვებში, როგორც რინოვირუსაც და კორონავირუსაც კონდეს დაუშვათ დიარეის შემთხვევები, ერთეული ღებინების შემთხვევები, თუმცა სტატისტიკურად მოზრდილ ასაკში შეიძლება იყოს გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვახდენთ დიფერენცირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბავშვებში როცა ჩვენ ვფიქრობთ კორონავირუსულ ინფექციებზე, ყოველთვის უნდა გამოვიძიოთ მათი კონტაქტები, იმიტომ რომ ბავშვები ძირითადად ინფიცირდებიან მომლელებისგან, მშობლებისგან, მასწავლებლებისგან და რა თქმა უნდა ბაღების და სკოლების გახსნამ და სკოლამდელი დაწესებულების გახსნამ გამოიწვია სწორედ ბავშვთა კონტინგენტში ზრდა. და დაახლოებით სტატისტიკურად თუ გადავხედავთ, იგივე რაოდენობით არის ზრდა, რაც მაღალგანვითარებადი ქვეყნების პროცენტულად. სიმპტომები გრიპის და კორონას, ეს რამდენიმე ძირითადი სიმპტომი ერთნაირი რომ ჩამოვიტვირთვები ხარ. ვიცი გავს ერთმანეთს. ერთმანეთს გავს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ცხელებით. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გრიპსაც და კორონავირუსსაც ახასიათებს ყელის ტკივილი. ადრეული ასაკის ბავშვებში გრიპიც შეიძლება მიმდინარეობდეს ღებინებით, თუმცა კორონავირუსული ინფექცია მიმდინარეობს უფრო დიარეით. ყნოსვის დაკარგვა და გემოს დაკარგვა ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას შეიძლება ახასიათებდეს, თუმცა აღნიშნა რომ სტატისტიკურად უფრო მეტი და უფრო ხშირად იყო კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაში. მოზრდილ ბავშვებში შეიძლება როგორც გრიპს, ისე კორონავირუსს ჰქონდეს თავის ტკივილი, წელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, მიალგია, შეიძლება მიმდინარეობდეს გამონაყრით კორონავირუსული ინფექცია, თუმცა გრიპით და სხვა სეზონური ინფექციებით არის ეგრეთ წოდებული სიზარღვოვანი რეაქციებით, ანუ ადგილობრივი რეაქციებით და გამონაყრით შეიძლება მიმდინარეობდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ ძნელი სადიფერენციაციაა. ჩვენ ბავშვებთან ვახდენთ დიფერენცირებას ძირითადად კონტაქტების შედეგად. ანუ კონტაქტები ვიღაცა უნდა იყოს სახლში დაინფიცირებული. როგორც წესი, პირველადი კონტაქტი ბავშვისგან არის საკმაოდ იშვიათი. თუ არ ისიც თუ დაუშვათ იყო რაღაც საკლასო ოთახში, ან იყო რაღაც საბავშვო ბაღში, თუ მის მეგობარს ან მის თანაკლასელს არ ქონდა
რამე კორონავირუსული ინფექცია. აქედან გამომდინარე ვსვამთ ამ დიაგნოზს და არ არის აუცილებელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტესტირება, თუ ოჯახში არის ყველა დაინფიცირებული და პრაქტიკულად თუ ბავშვსაც აღენიშნა კლინიკური სიმპტომი, ისიც შეიძლება მოხდეს დაინფიცირებულად ჩაითვალოს. ეს არის სტატისტიკის მონაცემები, მან უნდა მიმართოს თავის ოჯახის ექიმს, ან უნდა დაარეკოს 112-ზე და ეს სტატისტიკურად წესით უნდა მოხდეს მისი უკვე აღრიცხვა. ძირითადი რეკომენდაცია ეს არის ის ჰიგიენური რამე თუ როგორც მოგეხსენებათ არ აქვს არც სამკურნალო საშუალება, არც ვაქცინა. აქედან გამომდინარე რომ ჩვენ კურნალობთ, არის სხვადასხვა თეორიები, პათოგენეზური მკურნალობა, სხვადასხვა კვლევები, ეს მედიკამენტები არის მხოლოდ ეგრეთ წოდებული ექსპერიმენტული მედიკამენტები, მათ არანაირი ეფექტი არ აქვს. ერთადერთი იყო რომ მძიმე პაციენტებთან დექსამეტაზონის ჩართვამ მკვეთრად შეამცირა სიკვდილიანობა. ეს დექსამეტაზონი ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ჯერ კიდე ჩვენ წელთ აღრიცხვამდე გამოიყენებოდა სხვადასხვა წყაროებში, ხო? ძირითადად პირველი დექსამეტაზონი 1942 წლიდან დაიწყო. ამიტომ გვაქვს ჰიგიენური ნორმები. ის ჰიგიენური ნორმები, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ 100 წლის წინ იყენებდნენ ეგრეთ წოდებული ესპანური გრიპის სამკურნალოდ. ეს არის სოციალური დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების ნიღბების სწორად გამოყენება და მე სულ მიჯნავ ხო სამედიცინო ნიღაბი ცალკე უნდა გავმარტოთ ალბათ და ეგრეთ წოდებული პირბადე ცალკე უნდა იყოს. იმიტომ მე რაც მაქვს ეს არის სამედიცინო ნიღაბი და მთავარია სამედიცინო ნიღაბი გამოვიყენოთ სწორად და პირბადე შეიძლება ჩაითვალოს შეიძლება პირბადე ჩაითვალოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა ეს დაუშვათ იგივე ქსოვილისგან მომზადდა საქართველოს პირბადეს განმარტება აბსოლუტურად სხვა არის. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ რომ ვიხმაროთ ტერმინი დაუშვათ სამედიცინო ნიღაბი. ოღონდ სამედიცინო ნიღაბი უნდა იყოს სწორად გამოყენებული. ევროპის ქვეყნებში რეკომენდაცია არის ზოგ შემთხვევაში გარე სივრცეებში ნიღბის ტარების და დახურულ სივრცეებში პრაქტიკულად ყველგან ნიღბის ტარების, ხო? თუმცა აქედან გამომდინარე ნიღაბს ევროპული მაღალგანვითარებადი ქვეყნის ადამიანი იცვლის სწორად და 4-4 საათში იცვლის. სამწუხაროდ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობა ვერ იცვლის ამ ნიღაბს და ერთი ნიღაბი უკავიათ დაახლოებით ჩაიდებენ სხვადასხვა ჯიბეში და დადებენ მაგიდაზე, დაბინძუნებულ ზედაპირზე და ერთი ნიღაბს ზოგიერთი ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში ხმარობს. იმიტომ რომ მას არ შეუძლიათ ამ ნიღბის შეძენა. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი რა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მეც რამდენჯერ შემითავაზებია, რომ მოდის პაციენტის მშობელი და გინახიათ დაძონძილი ნიღბით, ხო, ფერშეცვლილი ნიღბით. ეს არის ინფექციის ძირითადი კერა და არა მარტო კორონავირუსული ინფექციის, არამედ სხვა ინფექციის წყაროც შეიძლება გახდეს დაბინძურებული ნიღაბი. და მე თვითონ ვაძლევთ ამ ნიღბებს ჩვენს, რაც შეგვიძლია. ამიტომ მთავარი მესიჯი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისადმი უნდა იყოს, რომ სოციალური და დაუცველი ფენებისთვის რამენაირად ნიღბები პრაქტიკულად უფასოდ შეიძინონ და უფასოდ გადასცენ მათ. როგორც აღვნიშნეთ, სოციალური დისტანცირება, სამედიცინო ნიღბის სწორი მოხმარება, ხელების ჰიგიენა, შესაბამისად განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, ეს ყველაფერი ირღვეოდა. მე მომიწია იგივე აჭარის რეგიონში ყოფნა, ზუსტად იყო ეგ ჩაქვის სასტუმრო, სადაც მოხდა იქ ვიყავი იმ სამედიცინო კონფერენციაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში ჩვენ ყველა ვიცავდით იმ რეკომენდაციებს და შესაბამისად არ გავრცელდა, ხო? იმიტომ რომ 1700 კაცი იყო ერთდროულად. 1700 კაცი ერთ ჩაკეტილ სივრცეში არასწორი დაცვის შემთხვევაში შეიძლება 9 საათში გავრცელებული იყო, ხო? თუმცა ის სასტუმროს პერსონალიც იცავდა ამ რეკომენდაციებს და მხოლოდ ერთი დაინფიცირების შემთხვევა იყო, ისიც გარედან შემოსული და იმაზე აქედან თუ დავიცავთ სწორად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და იქნება ჩვენი თვითშეგნება და თუ დაუშვათ პრაქტიკულად ბოლო პერიოდში მე სადაც შემიძლია ეს იქნებოდა დახურულ სივრცეში, არა მარტო გაჭარის რეგიონი, თბილისშიც თუ ასე შემდეგ, ამ რეკომენდაციებს არავინ იცავდა. არ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, გაიზრდება რაოდენობა, სამედიცინო სისტემის კოლაფსი განვითარდება, სამედიცინო სისტემის კოლაფს უკვე მოყვება მე ლოკდაუნები და ასე შემდეგ. არ გააკეთებ, მაშინ მოგვიჭრებს სხვადასხვა სპორტული დაწესებულებების გადაკეთება სამედიცინო დაწესებულებად და იქაც თქვენ თუ გონიათ რომ ხა რამე განსაკუთრებული მკურნალობა არსებობს კორონავირუსის არ არსებობს, ეს არის ჟანგბადი, სწორად მიღება, ჟანგბადზე დამოკიდებული ხდება პაციენტი, ზოგ შემთხვევაში მძიმე შემთხვევაში ვიყენებთ დექსამეტაზონს და იქაც მიშვებული იქნება, იმიტომ რომ ექიმის ეხლა დაახლოებით 1000 პაციენტი რო დაწყვება ერთ სივრცეში, იქ იქნება 2 ექიმი, იმიტომ რომ სხვა ექიმები დაკავებულები იქნება, იმიტომ რომ ჩვენც დავინფიცირდებით. ამიტომ სწორი და ერთმანეთის გვერდზე თანადგომით, სწორედ ამ სოციალური დისტანცირებით, ჰიგიენური ნორმების დაცვით, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ კოლაფსი. არ გავაკეთებთ ამას, შესაძლოა თქვენ ეხლა არავინ არ განიხილოს ისე, რომ ეგრეთ წოდებული
სოციალური ანუ ეგრეთ წოდებული ჯოგური იმუნიტეტი რაღაცა შედეგს მოგცემს, არანაირ შედეგს არ მოგცემს ეს იმუნიტეტი, კაცმარიცის ჯერ კიდე არ არის შესწავლილი, რომ ეს იმუნიტეტი რამდენი ხანს მიყვება ადამიანს, ხო? შეიძლება 3-4 თვე გაყვეს, შეიძლება 5 წელი გაყვეს. არავინ არ იცის და იქ სხვა უჯრედოვანი მეხსიერებაც ერთვება, გასაგებია, მაგრამ ამას ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამიტომ გადატანილ ადამიანს არ უნდა კონდეს იმის იმედი, რომ მან ეს კორონავირუსი დაამარცხა. მაშინ ისიც შეიძლება დაინფიცირდეს ხელმეორედ და აქედან გამომდინარე ისე უნდა გავაგრძელოთ გვაქვს ეს მოცემულობა სამწუხაროდ ვართ პანდემიის პირობებში, უნდა დავიცავთ. არ დავიცავთ, მაშინ მივიღებთ უფრო რთულ შედეგებს, რომელსაც ველოდებით. გრიპის შემთხვევაში რა დამფიცირებული როგორც თქვით და დაახლოებით 15 დღეში ველოდებით გრიპის შემთხვევას. აი ეს რა გაფრთხილებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და როგორი რას ფიქრობთ, რას გამოიწვევს გრიპის შემთხვევების და კოვიდის ერთად განხორციელება. კი ბატონო, გრიპი როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რესპირაციული ვირუსული ინფექციაა. ეხლა ამას დაემატა კორონავირუსიც. თუმცა თუ ლეტალობა გრიპს ჰქონდა დაუშვათ 0,1, ამას აღმოჩნდა 1%-ულად თუ გადავთვლით, ხო? მძიმე და ყველაზე მძიმე გართულება ახასიათებს გრიპს როგორც მოზრდილებში და ზოგადად კიდევ ერთხელ ხაზგასმით დავნიშნოთ ბავშვებს ზოგადად ვირუსული ინფექციები და რესპირაციული ვირუსული ინფექციები შედარებით მარტივად გადააქვთ ვიდრე მოზრდილებს. ამიტომ, მაგრამ ერთი ჩემი ვარაუდით წელს ალბათ ისეთი გავრცელება როგორც ჩანშემ ჰქონდა, როგორც 4 წლის წინ ჰქონდა, გრიპისა არ უნდა ჰქონდეს. ეს დამოკიდებულია იმაზეც, რომ ადამიანებმა მეტნაკლებად ისწავლეს ეს სოციალური დისტანცირება, ჰიგიენური ნორმები და ყველა მეტნაკლებად არის ნიღბებში. აქედან გამომდინარე ესეთი გავრცელება არ უნდა ჰქონდეს. თუმცა ჩვენ რეკომენდაციას უწევთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში. და აწერია კიდეც, ხო? გრიპის ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ასაკის პაციენტებისთვის, იქვე მძიმე არის დასმული და განსაკუთრებით რისკ ჯგუფის მქონე პაციენტებში. ანუ რა შემოსულია უზრუნველყოფილი თუ არის, ხელმისაწვდომი თუ არის და რა ტიპის ვაქცინებზეა საუბარი და თუ დაიწყო უკვე მისი აქტიური გამოყენება. კი ბატონო, სახელმწიფომ წელს ყველაზე მეტი დოზა შემოიტანა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფის მქონე პაციენტებისთვის და ჩემი გვარაუდით და მეც რაც რა ინფორმაციაც მაქვს, არც ერთი რისკ ჯგუფის მქონე პაციენტი არ დარჩება აუცრელი. ეს იყო დაუშვათ 3 კომპონენტიანი ვაქცინა, ეხლა შემოვიდა 4 კომპონენტიანი ვაქცინა. რა თქმა უნდა, ხელმოუწვდომელია მარტო საქართველოში არ არის ხელმოუწვდომელია მთელ მსოფლიოში. გრიპის ვაქცინის დეფიციტია წელს მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე არის ეხლა შემოვიდა მე რა ინფორმაცია, სახელმწიფომ შემოიტანა რისკ ჯგუფებისთვის. ეს არის ორსულები, 65 წელს გადაცილებული კომპაქტურად ჩასახლებული პირები, მოხუცთა თავშესაფარი, სამედიცინო პერსონალი, დღეს შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სამედიცინო პერსონალი და ყველა რისკ ჯგუფი გულსიზრახე სისტემის დაავადების მქონე ბავშვები, დაუშვათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, ჩაქრიანი დიაბეტი, ორსულები, ამათ გაუკეთდა უკვე ვაქცინები და უფასოდ გაკეთდა. მაგრამ ჯანმრთელ ადამიანს მე ყოველთვის ვამბობ, თუ არ გვაქვს ესეთი და მე აბსოლუტურად რაღაც ფეიტი შემიქმნეს მე ხო, თუ ჯანმრთელი ადამიანი მე ვამბობ ესეთ რაღაცას, თუ ჯობია აუცრად და დავზოგოთ რისკ ჯგუფებისთვის და ეს ჯანმრთელი ჯერჯერობით და შევინახოთ, იმიტომ რომ ყველა ვარიანტი შემოვა ვაქცინა, ეხლა კომერციული გზითაც შემოვა, საკმაოდ ძვირი ღირს ეს ვაქცინა სამწუხაროდ. არ ვიცი, სხვადასხვა თავარია კეთილსინთეზიერად მიუდგნენ თითოეული ის კომპანიები, რომელიც ხო 160 ლარი იყო და ეს არის კატასტროფა, არ უნდა ღირდეს 25 ლარიანი ვაქცინა 160 ლარი. ეს არის არაკეთილსინთეზიერი მენეჯმენტი, არაკეთილსინთეზიერი ბიზნესი იმ კლინიკებისა და ამას ვის ამას აკეთებს. განსაკუთრებით ამ ვაქცინის თვითღირებულება იყო, მე როგორც ვიცი, 25-დან 27 ლარამდე. 160 ლარი არ უნდა დაადო. ეს არის არაკეთილსინთეზიერი შენის ქვეყნის მიმართ არ უნდა გქონდეს ესე. სახელმწიფო ვერ ჩაერევა, რანაირად ჩაერევა, როცა კომერციული გზით შემოაქვს იმას და თუ ეს არის თვითონ იმ ბიზნესმენის კეთილსინთეზიერებაზე დამოკიდებული, ხო? მე რაც მქონდა შემთხვევები, მაქსიმალურად იყო 2 ვაქცინა შემიძლია, რომ ვეძებდი ხან რომელიმე იმას უკავშირდებოდი, რომ იქნებ უფასოდაც გაეკეთებინა პაციენტებს და ქალბატონი ლალი არის ესეთი, რომელსაც ძალიან მეხმარება და უგზავნი ამ პაციენტებს და უფასოდაც ბევრი ავწერით, იმიტომ რომ იყო განსაკუთრებული რისკ ჯგუფები, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ შედიოდნენ რისკ ჯგუფად. 160 ლარს ვერ გადაიხდის ეს პაციენტი. საკმაოდ ძვირად ღირებული თანხა, ეს არის არაკეთილსინთეზიერი მიდგომა, ეს არის არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, იმხიდან გამომდინარე, თუმცა თვითღირებულება კიდევ ერთხელ გეუბნებით, როცა შარშან ღირდა ეს ვაქცინა თვითღირებულება 12 ლარი, წელს გახდა უკვე 30 ლარი. და იქ უბრალოდ იქ მანიპულაციებია, იქ რაღაც ემატება, მე ვფიქრობ, რომ აი ეს რაღაც
რაღაცა გადასახადებისგან უნდა განთავისუფლდეს ვაქცინაცია და ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ის რაღაც 20%-იანი დარიცხვები, ეს არ ვიცი, მე არა ვარ ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ეს არის ფინანსური, ისინი ვერ ყვევი და არ ვიცი. სამწუხაროდ აქედან ვიღაცამ ხელი არ უნდა მოითხოვოს, იმიტომ რომ ესეთი ერთჯერადი ხელის მოთმობით ვერც დიდ რაღაც ბიზნესის წარმატებას მიიღებენ ისინი და სახელმწიფოსთვისაც ჯობია რომ ეს კეთილსინდისიერად მიუდგენ და რამე საქმეში დაეხმაროთ.